როგორც ხედავთ, მთავრობა უკვე მობილიზებულია სტიქიის რეგიონებში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კაბინეტი და პრეზიდენტი დაზარალებულ რაიონებში უკვე იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ თიანეთში ჩავიდა, სადაც ის მოსახლეობას შეხვდა. სტიქიის შედეგებს გაეცნო და დაზარალებული ადგილები დაათვალიერა. სახურა გადახადა. ახალ ჩიფერი მოვიდა ბრიგადები რო სახურები აღდგეს, ეს ერთი. მეორეს ერთი ყველას კომპენსაცია, ვისაც ნარგავები საავადმყოფოებზე გაუნადგურა. და გზად აქამდე ეს ტყეში არის ხო პატარა დაზიანებული 7 კილომეტრი ხო? დია დაზიანებულია 8 კილომეტრი. ის 8 კილომეტრს ვიწყებთ ახლა ჩადებული გვაქვს და ის 8 კილომეტრი თიანეთში უნდა იყოს სინათ გაიგზა. რაიონში ახლა აქ თიანეთამდე კიდე აქედან არის 20 კილომეტრი ხო? მაგრამ შუაში ეს ტყეში გზა რო თიანეთ თან კურორტის გაზოზე რომელსაც ცუდია, იმიტომ რომ ხალხი სიონს დადის და რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თიანეთში გაიგზა უნდა იყოს. გამარჯობათ. რას ქვია შევწუხდი? ძალიან დიდი მადლობა. რომელ საათს გადახადა ეს? ღამის 12 საათი წუთი. ხო. ესე იგი აქ ბრიგადა შემოსულია უკვე? დიახ, მუშაობენ. ოკეი, თუ მასალები ყველაფერი გვინდა, ხვალამდე რომ დამთავრებული იყოს რა. გაუკეთოთ ის ნათესები გაგინადგუროთ? ნათესები. აბა სად არის? აბსოლუტურად არის. ბიჭებო როგორ ამაზე ეხა ხვალდილას შემოვა კომისია აღწევს რაღაც და პირდაპირ მოგცემს კომპენსაციას რა. რომ არ გამოვიდეს რომ ოჯახი დარჩა შემოსავალს გარშემო. დიდად ამოთხარა. ოკეი, რაც გაანადგურა, ყველაფერს აღწევთ და მოგცემთ კომპენსაციას, მაგრამ რა თქმა უნდა, ნახევარი ჰექტარი რო გაქვთ, ეგებეროთ პრუვარისია, მაგის მოდაკარგვა ვიდრე ვიღაც 100 ჰექტარი რო ექნება. იცი როგორ მადლობელი ვარ. შემოგევლი. ძალიან მალე მოვიდა. და მიშველა რომ ამაღამ წვიმაში აბა ხა ჩვენ დღეს საღამოსთვის უკვე არავინ არ უნდა ყავდეს ხიაცის ქვეშ. უკვე თელ საქართველოს მობილიზებულია ხალხი და ბრიგადა მივყავთ. რას ქვია შევწუხდი? თქვენ შეგაწუხათ ამიდმა და ჩვენი ვიდეო ვართ რომ ეს გამოასწოროთ. მადლობთ თქვენ, მადლობთ ხალხმა ყველა. არამედ კი პრეზიდენტი კახეთში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულ მოსახლეობას თელავის რაიონში შეხვდა. პრეზიდენტმა ადგილზე ნახა თუ რა ზიანი მიაყენა სტიქიან სოფლებს და ადგილობრივებს თან განაცხადა, რომ მთავრობა დროულად აღმოფხვრვის მიყენებულ ზარალს. არა გაქვს დასაჭერი? არა. სახურები არ მიჭირია? აი და დამჭირდება გავიდე. წყალი ჩამოვიდა ბატონო მიშა ძალიან აი მაგას ახლა შემოდი. მე ვარსაკს. კი აი მოვლა ავი. ავი წამოლა. ძალიან მოგზირებულია. სახურები ამოდება. არის ჩვენი და იატაკები. აბა ჩემი. აი ბატონო მიშა. დაბა. აი უბრალოდ აი ეს აი შეიძლება შეიძლება როგორც მოკლედ ამას გამოჩვენეთ ეხლა შეიძლება. აი ჭერიდა ესა. ესე რამდენი ხანი შემოვა? რო ავხდიო. ხანდა შემოვა. ეხლა ახსენე ეს პირველ რიგში მართულები ის ეს პირველ რიგში ამათ მოვიდოთ წყალისას. მოუტანოთ ის რა ქვია ვისაც სახლი არ აქვს გავუყოლოთ ხისალდი გავაცილოთ და მე ყველაფერი დავხსენოთ და შანსია რომ ყველაფერი მათთვისაც თუ გამოწვევთ რა აიცილება სახელი. დონა პრეზიდენტი თქვენი იმედი გვაქვს ძალიან. არინერვულად თქვენი მთავრობა მობილიზებულია ვანუარის შტაბის ხელმძღვანელი ფული უკვე გვაქვს სასაწყის და კიდე დავამატებთ. მოკლედ არც ერთი ბინა რაც დაზარალდა, არც ერთი სახლი შეუკეთებელი და განახლებული მოხდა. ისე უკეთესად გავაკეთებთ ვიდრე იყო. ისე გავაკეთებთ რომ მეორედ იქნება ვერასოდეს ვერ დააზარალოს. გაიხარეთ დიდი მადლობა. არა მადლობა გაზერა ოპეტრო ნაუმარს გავხდება. გაკეთება ესე იგი როგორ არის დღეს პირველ დღეს რა თქმა სოფლებში მთავარი სავარგულები და კომპენსაცია მიცეთ ხალხს. ესე კომპენსაციაზე ვაპირებთ ახლა რომ მოკლედ დილიდან დაიწყება აღწერა ხვალდინა. პირველ რიგში ახლა მთავარია დენი აღდგეს, წყალი აღდგეს, წყალი სანამ აღდგება, სისენები მოგიტანოთ, ვის თუმი გარეთ არის დარჩენილი ყველა მიყოთ გაზის შესაბამისად. გაზი დენი დღეს ალბათ გაზი ხვალ უკვე აღდგება. დილიდან შემო აღწერი კომისია დაგჭირდება 3-4 დღე რომ ყველაფერს ამას და სადღაც კვირის ბოლოს შემო ბრიგადები. თუ ჭერი ახტირია და ვერ ჩერდებით, მაშინ ეხა ისია გამიკეთეთ სასწრაფო და გადავიყვანოთ ხალხი დროებით იმაში, იმიტომ რომ ხიაცის ქვეშ ხوار იქნება. ან მივცეთ პირობა, ან როგორ თვითონ როგორც გადაწყვეტა. შეიძლება ზოგი ნაცერთად წავიდეს, ზოგიერთ ჩვენ გადავიყვანოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხიაცის ქვეშ არ უნდა იყოს ეს ერთი და მეორე ესე იგი ხვალდინა ყველაფერი აღუწევთ. ეს არის შანსი ამათვის რომ სახლების სახურების იატაკები გამაგრება ყველაფერი თავიდან გავაკეთოთ. გამოგვივიდან ხოხტა თელავის. ხოხტა 10 ჯერ უფრო ხოხტა გვეყოლება. 10 ჯერ უფრო სექტე აი ხა ნახეთ
ახალი სახლები, რომელსაც ვაკეთებთ, ხო? ერთი ის არ მოუგლეჯია ზემოთ იქ. იმიტომ რომ ის ხარისხიანად კეთებ. აი ესე ხარისხიანად გავაკეთებ თქვენ სახლებს, რომ არაფერი არ დაემართოს. სექტემბერში უნდა ქონოდათ ცენტრი კარგად. ეხლა ამან გვაიძულა რომ თელი ქალაქი იყოს ისეთი მაგარი, რომ ტერს მართლა თვალი დაუყერო. და სტიქიასაც. მადლობთ. არა გაქვს დასაჭირი? არა გენათო. გიორგი. აი ეს ქალბატონი დღეს არა. დავწევი არის. არის. კარგი. და ხვალდილი და შემო ბრიგადები და ყველაფერს შეგეკეთეთ არინერი. ხო გენათო. არინერი. ძალიან კარგად მესმის თქვენი მდგომარეობა. არ ვიცი რა ვიცი აი თქვენ გუშველი თორე და მე არ ვიცი რა უნდა. ბინა. სად არის რა? აი ახლა ვეგაცნოთ. აი ნახეთ ის ხუთსართულიანი ბინა. აი ხოჭიდები სახურავი ჩანს ერთვე მოვაძიეს რომ გავხდებით დაინახავ. აბა ბავშვთა სახლის არა. სახურავია დაზიანებული. სახურავს ხვალდიდან შემოდის ბრიგადებიდან ქუჩაზე. ეს გაიწმინდება დღის ბოლომდე და მინებია ჩალეწილი ძალიან. მაგერად დღეს დღის ბოლომდე გავუც ბავშვები სად არის? ბავშვები ადგილზე ყავს. ნუ ხო გადარჩენ ბავშვები კი კარგი. ნორმალურად უხახებით ხო ნორმალური. კი ნორმალურად კი ყველაფერი მაშინ ყველა ეხლა თავარია წყალი დენი პირველ რიგში გაზიც აღდგება მეორე დილიდან ბრიგადები და ამას გავწმინდავთ ასევე პარალელურად. მოსახლეობასთან შეხვედრამდე კი პრეზიდენტმა კახეთში საგანგებო თათბირზე მთავრობა სპეციალური დავალებები მისცა, რათა დროულად ჩატარდეს სალიკვიდაციო სამუშაოები. მიხეილ სააკაშვილისაგან შესაბამისი განკარგულებები სხვადასხვა უწყებებმა მიიღეს. მე მინდა ვანოსთხო და თითოეულაც აქვს ეს პრინციპში უკვე გადაწყვეტილი რომ შტაბი შევქმნათ. შტაბი შექმნა ნიშნავს იმას კი არა რაღაც ფორმალობას, ნიშნავს რომ შესაბამისი მინისტრები დავსხდეთ აქ გაუსვლელად კახეთში. პირველი დაუყოვნებლივ ზიანი რაც არის უნდა განეიტრალდეს. კომუნიკაციები უნდა აღდგეს. გარეთ არავინ არ უნდა დაგვრჩეს. და შემდეგ უნდა დიდი აღმშენებლობა დაიწყოს აღორძინება ამ დანგრეული უბნების სოფლების ქალაქის. ჩვენ ისედაც ძალიან ბევრ რაღაც ვაკეთებდი, ეხლა სხვა შორის გამოვიარეთ ჩვენ მიერ აღდგენილი ქუჩა და პრაქტიკულად ყველა ნაკლები ზიანი მას შეექმნა, იმიტომ რომ ხარისხიანად არის გაკეთებული. ეს არის რასაც ჩვენ ვაშენებთ და რასაც საბჭოთა კავშირი ის უდგეური აშენებთ. ამიტომ ეხლა რაც დაინგრა, ავაშენოთ ისე როგორც ჩვენ ვაშენებთ. მართლა ნაომარს გავს აქაურობა. აი როგორც ომის შემდეგ რო აღადგენდა, ის უნდა აღოდგინოთ ყველაფერი ხელახლა და ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ვანოს. ამიტომ ვანო უნდა იყოს ამის ყველაფრის კოორდინატორი, ცენტრი, ხელმძღვანელი და ჩვენი საქმე უნდა მივიყვანოთ უახლოეს კვირეებში და თვეებში ბოლომდე. ეს ერთი. მეორე, ვისაც გაუნადგურა მოსავალი, უნდა შევისწავლოთ კარგად, ხალხი ელოდებოდა აი თავის ყურძენს, ატამი ახლა რაღაც ნაწილი კიდე იყო დარჩენილი, დიდი ნაწილი გაყიდა, მაგრამ ხეები განადგურა ეს ნიშნავს რომ მომავალ წელს პრობლემები აქვს უკვე. ჩვენ უნდა განვიხილოთ კომპენსაციების საკითხი, იმიტომ რომ საუბარი არის ამ ოჯახების ერთადერთ შემოსავალზე 100% რომ რადგურდება, რაც არ უნდა გვიჭირდეს ქვეყანაში ბიუჯეტის საკითხები, ბევრი სხვა საკითხია. მე მინდა ვთხოვო პარლამენტს რიგარეშე თქვა მოვიწვიოთ, ბიუჯეტში შევიტანოთ ცვლილებები და დავუმატოთ ფული ხალხის დასახმარებლად, მათ შორის კომპენსაციების კუთხით.